მოგესალმებით, ეს არის მილენიალი, მე კი ნუკრი შოშიაშვილი გახლავართ. დღეს ჩვენი სტუმარია კოტე მიქაძე. რეგალიას თვითონ წარადგენს, მაგრამ მე მინდა თქვა, რომ ჩემ წარმოდგენაში თუ არსებობს რაინდი თანამედროვე გაგებით, ესაა ბატონე კოტე. ღირსების და თავდადების სიმბოლო ჩემთვის. დარჩენილი რეგალიას ალბათ თვითონ იტყვის. პირველ რიგში ჩემო ნუკრი მართლა პატივია ჩემთვის უფნა ამ გადაცემაში, რომელსაც თქვენ უძღვებით. თავადაც იცი და საზოგადოება ვინც ჩემთან არის იციან ჩემი დამოკიდებულება, იმიტომ რომ რამდენიმე ახალგაზრდა ბრძანდებით ამ ქვეყანაში, საქმე ჩემ ქვეყანაში დღეს სამწუხაროდ სულ ორივე ხელზე თუ ჩამოითვლება, არც უნდა შეიძლება ორი ხელი. ვის შემხედარებასაც იმედი მაქვს, რომ ამ ქვეყანამ შეიძლება გაუძლოს იმ წნეხსა და იმ გარემოებებს, რაც იმ ხარისხს, რაც მას აქვს თავზე დატეხილი. მე უღრმესი მადლობა მინდა გითხრა მოწვევისთვის და არ ვიცი შევძლებთ თუ არა მე დაგმოყოფილებას იმ თქვენი მაყურებლის მოთხოვნებისა, მაგრამ შევეცდები რაღაცნაირად ყოველთვის ობიექტური ვიყო და რაც შემელია მართალი პასუხი გაქცე. ყოველთვის სინდისისა და ქვეყნის სინაშე თქვენ სინაშე მართალი ვიყო. რეგალიასაც შეეხება ეხლა რაღაც ალბათ შეიძლება რაღაც დაიწეროს შემდგომ ან ინჟინერი ან მუსიკოსი ან არ ვიცი რა სპორტთან დაკავშირებული კაცი, მაგრამ კატეგორიული წინააღმდეგი ვარ ერთი მიზეზის გამო. აი ას თუ გადის და როცა წერდნენ ხოლმე მე აი მას მე ყოველთვის გავაფრთხილე. არ დაწეროთ ერთი მიზეზის გამო. მე ხა პროფესორი არა ვარ, მართალი მოგახსენო და ამიტომაც ძირითი ამასაც თუმცა ეგეც არ მიმაშინე აუცილებლად დაიწეროს იქა. ერთი ამასინათ და აი ხშირად ბოლო ხანებში კონკურსები ტარდება ხოლმე, მუსიკალური თქვა და დააგვირდით, რა თქვენს გეონებით და ჩვენს მაყურებელსაც და მსმენელსაც. იქ წერია პერკუსიონისტი, დრამერი, არა, მუსიკოსი, პერკუსიონისტი, დრამერი, მომღერალი, სიმღერის ავტორი. მუსიკოსი ყველაფერია მაშინ. ვინმეს გონია ეხლა ვისაც ამას უწერი რომ იმას რაიმეს მატებს. ერთი რომ არ ვიცი არის თუ არა რამეს წარმოადგენს თუ არა მისი საქმიანობა იმათ რომ საერთოდ იყოს თუნდაც X-ა და Z-ს, მაგრამ არ მე ამ იმაში რომ აბსოლუტურად ზედმეტი ან ანალიტიკოსები არიან, რომლებსაც არ ვიცი, რაღაცა ყველაფრის ანალიტიკოსები არიან და ექსპერტები არიან. ხოთა შორის მე მინდა კითხო, აი როცა ნუკრი შოშიაშვილი ხომ რა წერენ იქა? ისტორიკ მე ხო სპეციალობას, ყოველ შემთხვევაში სპეციალობას წერენ, ხო და ეხლა მე ინჟინერს არ ვწერი იქ გარკვეულ თანამდებობებს ხომ დამიმართულებით ეკონომიკის სფეროშია ეროვნულ ბანკში მუშაობდი, მაგრამ და რაღაც თანამდებობები, მაგრამ იმაჩნია რომ ჩემ შემთხვევაში ყოველ შემთხვევაში ზედმეტია და ვერ დავწერთ ორი. ალბათ იმ მუსიკოსებთან შედარებით მე შემიძლია დავწერო მუსიკოსი, გიტარისტი, კომპოზიტორი, სიმღერის ავტორი და მომღერალი და ასე შემდეგ. ასევე ჩემი დამოკიდებულება აი ამ ფაქტთან დაკავშირებით ასეთია, მიმაჩნია რომ სახელი და გვარი სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ კაცი წარდგენილ და საზოგადოების წინაშე. შეხოთაშორის აქვე მინდა ერთი რამ თქვა რა. აი ორდენოსნები არიან ძალიან ბევრი ჩვენთან საქართველოში. დატარებენ ღირსების ორდენის კავალერები არიან, წმინდა გიორგის ორდენის კავალერები არიან. ნუ არ ვიცი, თუ კი რამე ჯილდო იყო და არის საქართველოში კავალერები და დამაინტერესა ისი ამ სიაში ვინ არიან. დამაინტერესა მაშინ როდესაც ამას მნიშვნელობა არ აქვს. დამაინტერესა და აღმოჩნდა რომ 70% ლიტველია. მიშაზოს აქვს მიღებული ეს. თამარ მეფის ორდენი. რო ნახოთ რასია მე ქალბატონებს ვერცეთ მათგანს ვერ უწოდებ, ვერცეთ ხას უსვამ რა. აი რო ნახოთ სიები ვის აქვს და ეს ინტერნეტში დევს და შეიძლება ინახოს. იმაშნია რომ იმ ორდენის დაკიდება შეუძლებელია რა. არ უნდა მიიღო ეს ორდენი, იმიტომ რომ ისეთი ადამიანები არიან მატარებელნი ამ ორდენისა. სწორედ ამიტომ ჩეხოსნების დამფუძნებელი ვარ მე ორგანიზაციის ერთ-ერთისა, ჩვენ ორდენი დავაწეს ქაქუცასი და 18 ადამიანს აქვს მიღებული და ერთ ანსამბლს, სვანური ანსამბლია ფოლკლორის, რო ნახოთ რა ადამიანები არიან, ალბათ მოინდომე სხვა სასწრო ხონდეს და ყველას იამაყება. ხოთა შორის რეზო ამაშუკელი, ტარელ ხალხელაური, ნონა გაფრინდაშვილი და ესეთი თითო ადამიანია სპეოდან ორ-ორ და ფიქრობ რომ ორდენი ამშვენებს ადამიანს და მე ადამიანი ამშვენებს ორდენს და ასე არის რეგალიაზეც. შეიძლება შეიძლება გამიგრძელდა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მინდოდა რომ ამ თემაზე არავინ არ ლაპარაკობს და ჩემი დამოკიდებულება ყოველ შემთხვევაში ასეთია. არა ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ჩემთვის იყო ცოტა პრობლემური ეს. იმიტომ რომ ბაბუჩემს თავის დროზე თუ არ ვცდები 96 წელი იყო, როდესაც ღირსების ორდენი გადასცეს და
მე როგორ სააკაშვილისთვის ისეთ ადამიანებს გადასცეს ღირსების ორდენი. რაღაცა ჩემ წარმოდგენაში ღირსების ორდენი იყო რაღაც მაღალი თამასი. აღმოჩნდა რომ არ არის ესე და სხვათა შორის აი მე ვკითხულობდი ამერიკაში არის ესე იგი როგორ თარგმნო ეს სახელოვანი ოთახის ხო რაღაცა ესე ქვია. არის ხო იქ ძალიან სერიოზული სადაც ყველა ამერიკას უნდა რომ იქ მოხდეს. ჯორდანი არის მაგრამ რა ლენტა უკიდიათ? დაგვიდი? არის სხვათა შორის. იქ არის საოცარი მუსიკოსები, საოცარი ხელოვანები ამ მასში ამ საზოგადოების წევრი, მაგრამ LGBT ლენტაზეა. ეგ არ დაგვირები რომ. ეს ცოტა მეხამუშება ხო, იმიტომ რომ რატო უკეთებ აქცენტს ამას? კი ბატონო, შეიძლება თვითონაც არის და შეიძლება ყველა იყოს, მაგრამ ამე ახლობელი ვიყავს ეს. პერიოდი იქნებოდა და ეხლა ალბათ უკვე აღარ იქნება, მაგრამ თავარი რა არის აქ? რომ რაღაცა ორიენტირი უნდა კონდეს საზოგადოებას და ეს მედალის ხო ეს არის რომ ორიენტირის გამსაზღვრელია. მედალი უნდა გაჩვენებდეს რაღაც ღირსების რაღაც ნაწილს და სააკაშვილის პერიოდში რაღაც ღირსების საკითხი ძალიან დამახინჯდა, ძალიან შეიცვალა, ძალიან აი უღირსობის ეპოქა იყო თითქოს რაღაცნაირად და გეთანხმები. აი თქვენ უკვე რამოდენიმე თაობა ნახეთ საბჭოთა პერიოდის, ნახეთ 90-იანი წლების მძიმე პერიოდი, 2000-იანების. თქვენ თვალწინ იცვლებოდა თაობები, ხო? სად მოხდა აი რაღაცა ესეთი აი დრამატული ცვლილება? სად მოხდა? აი შეგიძლიათ რაღაცა თქვათ, რაღაცა თარიღს არა, რაღაცა პერიოდი, სადაც აი რაღაცა შეიცვალა მორალის გაგებაში. ჩვენ სხვადასხვა ეხლა ვლაპარაკობთ იმ საკითხებზე, რომლებიც შეიძლება ძალიან ისეთია რა, ჩვეულებრივია, ბანალურიც კი შეიძლება იყოს, მაგრამ იმაშინე სხვა ამ თემებზე გადაცემებში არ არის ხომ ლაპარაკი და მიმაჩნია სხვადასხვა ეს თავისთავად მოხდა ეხლა. ჩვენ სხვადასხვა დაგვეწყოთ, მაგრამ მიმაჩნია რომ სწორია. და აი რაც ორ მაგალითს მოგიტან ეხლა რა. ალბათ გახსოვს, იცი ალბათ რომ ბიტლზები დააჯილდოვა თავის დროზე ორდენებით, ყველაზე უმაღლესი რანგის ორდენები იყო ბრიტანეთისა, მათ ორდენები არ მიიღეს. იცი ეგ ისტორია? არ ვიცოდი. ხო, არ მიიღეს იმის გამო, რომ ბრიტანეთი მხარს უჭერდა ვიეტნამის ომში შტატებს. ნახე. და ამორალურია ჩვენ. და მე ერთ მაგალითს მოგიტან კიდე, ხა არ მინდა დავასახელო, გვარდასახელი ახალგაზრდა კაცი იყო მაშინ ძალიან. ოდამთავრდა აფხაზეთთან ეს ყველაფერი და ჩვენ ცხადია დავმასწრით ამ სიტუაციაში, იმიტომ რომ ამრავალი ქართველი იქნა გამოძებული იქნა. ერთ-ერთ ახალგაზრდა კაცს გენერალურმა მიანიჭა შევარდნაძე. და ეს კაცი სამხედრო არ იყო სხვათა შორის. გასამხედრო ორგანიზაციის წევრი იყო. იცი რა უთხრა? წაგებულ ომში მე გენერალის მიწოდებას ვერ მივიღებ. მე რო გავიგე გამიკვირდა. გამიკვირდა იმიტომ რომ ეხლა მე არ ვიცნობდი ამ უთხით იმასო და დამოკიდებით ჩემი არ იყო დადებითი იმ ორგანიზაციის, მაგრამ წებები დაიღუპა იქიდან აფხაზეთში და მან უარი უთხრა შევარდნაძეს გენერალის წოდება წაგებულ ომში არ შეიძლება მივიღო. ბარაქალა მის სინდისსა და ნამუს ამ შემთხვევაში. ეს რა მაშინებს რომ შეიძლება ესეთი ადამიანები აი მოხიკანებივით არის. ხო, გეთანხმები. მოხიკანებივით არიან და აი რაღაცნაირი შემოbrunება ყოველთვის ამაზე ვფიქრობ, როგორ უნდა მოხდეს შემოbrunება. ღირსება არ არის მარტო ისეთი საკითხი, ხო, რაღაცა დემონსტრირებული საკითხი. ღირსება არის ის რაც შენს შემდეგ ყოველთვის იტყვია და იქნები რაღაც ნიმუში და აი ახლა მაგალითად ის ახალგაზრდები ვინც ამ აქციებზე დადიან. ერთი წუთით მოდი მაინც შევესწრები პასუხი გაქცე პირველი არ გამიცია პასუხი იმაზე. აი როდის მოხდა? არასოდეს არ მიფიქრია ესეთი აი ამ საკითხზე როდის მოხდა დევალვაცია, ესე იგი აი ადამიანის ზნეობისა, ღირსებისა, იცი და მე შევესწრები ახლა გითხრა, იმიტომ რომ რაღაცები თვალწინ დამიდგა, მასთან ერთად რო გელაპარაკებოდი იმ საკითხებზე, იცი? სამამულო ომის დამთავრება, სამამულოს ვეძახი ჩემთვის, 300,000 ქართველი დაწვა მიწაზე, 700,000 იბრძოდა, ოდნავ მეტი დაიღუპა ამერიკელი, რომლებიც ამბობენ, რომ მეორე მსოფლიოში გაიმარჯვეს. ქართველებზე მეტი ყოველ შემთხვევაში მათ ტყივილი არ განუცდიათ ამ ომის შედეგად, აღარ ვლაპარაკობ სხვებზე. და მე მახსოვს ომის დამთავრების შემდეგ სულ იყო გასული 15 წელი დაახლოებით. და უკვე ქვეყანაში როგორი
როგორი დამოკიდებულება ომის მერე იყო, მაგრამ ამ პერიოდში როგორი დამოკიდებულება იყო. როგორი დამოკიდებულება იყო ნუკრი ფორმიანი ადამიანის მიმართ. რა რჯულისაც არ უნდა ყოფილიყო. ძირითადად მაშინ ახლა გენერალები რუსები იყვნენ საქართველოში მაშინ ვინც იყო, იმიტომ რომ რამოდანი იყო ქართველი ჩანჩიბაძე თქვა და ვიღაც რომლებიც მე არ მინახავს ყოველ შემთხვევაში და იყვნენ ძირითადად მაღალი ეს ნების კაპიტანი მაგალითად რომ მოდიოდა ისეთი მოწიწება იყო მის მიმართ და გენერალი მე რუსთავაზებს ხედავდა ოფიცერთა სახში რომ შედიოდა მახსოვს როგორ ჩერდებოდა ხალხი რომ გზადაეთმოთ მისთვის მაგრამ აი როდესაც 80-იანი წლების ბოლოს მოხდა აი დევალვაცია ყველაფრისა რაც ღირებული იყო მაშინ სამხედრო საქმე სამშობლოს დაცვა თუმე სამშობლოს არ ვიცავდით უპატივცემულობა იმ ადამიანების მიმართ ვისაც მართლა პატივი უნდასე მე მომსწრე ვარ იმისა იმპერიაში წარმოებაში მუშაობდი 80-იან წლებში დასაწყისში ყოველ შემთხვევაში და ომის მონაწილეები ვეტერანები გავყავდა აი მაის 9 მაის ქალაქიდან პიკნიკი იმართებოდა პატივისცემა იყო მათი უცბად ეს ადამიანები აღმოჩნდნენ მოღალატეები ქვეყნის და ეს ხალხმა მიიღო გაჩუმდნენ მე მახსოვს ერთი პოლკოვნიკი ლაპარაკობდა და ახლობით იქნებოდა 93-14 წელი მონაწილე იმისი რა ქვიან სამამულო ომის ტყვის არ შემშინებია და მეშინიაო აი მაშინ როგორც კი ხდება დევალვაცია ღირებულებებისა აი ამას მოყვა და აღარ თავდება ნუკრი ეს მოდი რაღაცნაირად რაციონალური ახსნა მოუძებნოთ თქვენ როდესაც ბავშვი იყავით ღირებულების თქვენი წინათაობა იყო გამარჯვებული ომის ვეტერანი მე როდესაც ბავშვი ვიყავი ჩემი წინათაობა იყო დამარცხებული ომის ვეტერანი ეს ხომ არა მიზეზი ვერ დაგეთანხმები მაგაში ერთი მიზეზის გამო ვერ დაგეთანხმებთ საქართველოს ისტორიას რო გადახედო მთლიანად ძირითადად გამარჯვების ძალიან ცოტა გქონდა ჩვენ უზარმაზარი დამარცხები გქონდა მაგრამ განა სახელები ან პატივისცემა იმ ადამიანების მიმართ ვინც დაიღუპა იმ ომში ვინც გამარჯვება ვერ მოუტანა ქვეყანას განა ვინმე უპატივცემად მოქცევია მაგრამ აი 80-იანი წლების ბოლოს მოხდა უპატივცემულობა არა მარტო მეომრები მოგიყვანე მაგრამ როგორი დამოკიდებულება იყო მეცნიერების მიმართ უნივერსიტეტშიაც მოხდა ეხლა ვიმკით მე აბსოლუტური უპატივცემულება არის ლექტორის მიმართ როგორ იმ დღეს განაცხადა ერთ-ერთმა ახალდანიშნულმა რექტორმა, მოდი ვიტყვი ბათუმის უნივერსიტეტის რექტორმა, ჩვენთვისო ერთი საზომია სტუდენტისა და ლექტორის მიმართ. მე ლექტორი ასოს არ ყოფილა, მაგრამ განა შეიძლება ლექტორსაც და მე არ ვიძახი ხა უვარგიზი ლექტორის არის უვარგისი, მაგრამ როგორ შეიძლება ერთი საზომით მიუდგე ლექტორსაც და ან ღირებული იყოს ერთნაირად კარგი ლექტორი და სტუდენტი. მე მახსოვს ნიკო კეცხოველი შეიძლება გაგიგია. როგორი რექტორი იყო უნივერსიტეტის. მე მახსოვს როგორი ავტორიტეტი იყო ეს ხალხელა კაცი. მე მახსოვს სერგის როგორი იყო პროექტორი იყო მაშინ იურისტი ძალიან დიდი უნივერსიტეტის. სხვა ლექტორები არის სამედიცინოსი გპი დაამთავრე. როგორ გავბედავდი დეკანატში შევსულიყავი დაგაკუნების გარეშე. მე თუ დამიჯერებ არასოდეს არ შევსულვარ დღესაც არ შევსულვარ უმაღლესში არ შედივარ ქუდი დღეს სამინისტროში ვიყავი სპორტის სამინისტროში სინდისის ფიცე ვარ ქუდი მოვიხადე და ესე შევედი მე პატივისცემი იმ შენობას იმ უწყებას იმ მით უმეტეს წოდნისთანაც განაშილე პატივი ასე ვერ მეტყვი რომ რომელიმე ლექტორი ან სტუდენტი უნივერსიტეტში ალმა მატერში ქუდს იხდიდეს მე ამას შევესწარი და გაუგნებული ვარ. აი, აქედან იწყება დევალვაცია. როდესაც ბედავს სტუდენტი იმას, რომ აუდიტორიაში ლექტორს არ უშვებს და გონია რომ მართალია. ხო უყურეთ ტრამპის ინაუგურაციას. კი. 50 წელზე ახალგაზრდა იყო და მე შვილებზე ვლაპარაკობ. ვინმე ეს ღმერთმა დაიფაროს, ნუ მე ახალგაზრდობის წინააღმდეგ მე 2 შვილი მყავს და 5 შვილიშვილი მყავს. და ძმისშვილი შვილიშვილი აღარ ვლაპარაკობ და მეგობრების შვილიშვილი მე იმათვის მოვედი ამ ქვეყანაზე ისინი გაიზარდონ ადამიანებად, ოღონდ სამშობლოს დამცველებად, ღირსების დამცველებად და ყველაფერი უნდა ქნა ისინი ბედნიერი ხალხი იყოს ისინი, მაგრამ თუ მადგა ეხლა რომ მოვდიოდი გზაზე მაბატიო 2 ინციდენტს გადავეყარი, აი სან ავტობუსით მოვედი ხმთან და რუსთაველიდან და პირველი ავტობუსში ქართული ლაპარაკი არ იყო.
ისმოდა მარტო არაბული და ისა რა ქვიან თურქული. მარტო რამდენიმე ახალგაზრდა იყო ისე ხამაღალაპარ 18 მეტრიან ავტობუსებში. მე შვილივით ამყავს ერთი ქურთი ბიჭი. ისუპოვია გვარად. ჩემი მესამე შვილი ხარ თუ იცის იმანის. დონჩო ისუპოვი. ვინც მისცნობს ისიამ, თან როგორ პატივსემ ქურთებს და როგორ მიყვარს. იმიტომ არასოდეს ქურთებს საქართველოსთვის პრობლემა არ შეუქმნიათ. და ვაჟკაცი ხალხია ძალიან. მაგრამ დამოკიდებულება როგორ დამოკიდებულება უპატივცემულობა რო და პირველი რაც შემეთხარ წამოვედი შენთან ახალგაზრდა კაცია ერთი რომელიც ისა რა ქვიან ყოველ დღე ჩადის იქ ჭავჭავაძის ქუჩიდან მიტინგზე და რაღაც კამათი ქონდა და გავჩერდი და მოთხარი სახელით მოთხარი რა ვეგავიგე რა აგინდა მეთქი მოთხარი ვინ უნდა ესენი წა ვინ უნდა მოვიდეს მეთქი მოთხარი კოალიციური მთავრობა ვინა გვარები დამისახელი მოთხარი არა ისე ვიგე აი ნებისმიერ გვარი მითხარი იცი ვინ დამისახელა ხაზარაძე მეორე მეთქი აი მაგაზე მაგას და ვერ დამისახელებ ვერც კაც ვისაც რაღაც ართო მოთხარი მოდი ჩვენ ხოლ დავждეთ მოთხარი ავტობუდილას მე 100 კაცთან მიგიყვან მოთხარი 100 კაცთან და არა მარტო ბინების წართმოლს გაჩვენებ მოთხარი ეხლა არ მინდა გვარი და იმას შევაყენებ ხეხულში ეხლა ვიცი იმის წართმოლ ფარჩია თავის აშენებულში იმის წართმოლში ნაკერები და ისევ წარმოება გაკეთებული მოთხარი და ვერ გადავათქმევინენ უგრი მე ვთქვი რა მე არ მინდა გვარებით გამოვიდეს თვითონ მართლა ვიღაცას ვიცაო მაგრამ მითხარი მაგალითი კუბახიძის მითხარი რა იცი მეთქი რომ ან ერთი მიწა კვადრატული მეტრი ან წარმოება მიითვისა ვინმე სახლობელს მის ეგ ერთიაო მითხარა ერთი ხო არის მითხარი რატო არ გინდა ეგაზე პაპულაშვილზე მითხარი მეთქი ეხლა ის კიდევ ვიცი არავის დამცველი არა ვარ ღმერთი ჯული არასოდეს მთავრობის დისამების დამკვირვებელი არ ვიყავი თორე სადღაც ვიქნებოდი ყოდის მქონდა შეთავაზება რა მაგრამ აკვიატებული აქვს მეორე გვარი ვერ დამისახელა ამ ქვეყანას ატნაო პარლამენტი ხუთი კაცი მართავს ბიჭო მე ვთხარი კონსტიტუციას ავშალოთ ეხლა უკითხავად მეთქი მაშინ რა გინდა ვერ გავიგე მაგრამ მე ვთხარი ერთი რამე ვეკითხე საქართველოს რო შევიდა რუსეთის შემადგენლობაში ესეთი მით იყო მეთქი არაო სხვა ის ხონდა დაშლილი იყო და რამდენი ცხოვრობდა ადამიანი დასავლეთ საქართველოში იცი მეთქი მე ვთხარი გაჩერდა არა მითხარი მაინც რამდენი იქნებოდა მეთქი 2 მილიონამდე ალბათ 120,000 კაცი ცხოვრობდა მოთხარი იმერეთში, სამეგრელოში და გურიაში. 120,000 კაცი. რა არის აქ ერთი მომენტია. ეხლა თქვი რაც ახსენეთ, ერთი არის ეხლა რაც ახსენეთ, რაციონალიზმის, ლოგიკურობის გაქრობა, ხო? ხო, აბსოლუტურად. ხო? ანუ ადამიანს ელაპარაკები რაღაცა ფაქტებით და ეს ფაქტები უნდა დააკავშირო, ხო, რაღაც ერთმანეთთან მარტო ცარიელი ფაქტები ხომ არის და როდესაც მიდის აი ამ დაკავშირებასთან საკითხები არა ლოგიკური ჯაჯუკი არა სურვილები მოდის აი ესე მინდა რომ კოალიციური თავრობა მოვიდეს და ყველა ბედნიერად ვისთან ვიონე ვისი მარტო ნაცები არიან ისინი გასო ყველა ბაღი 10 დააწყი 10 დაყავი ხო ნაცია ისევ აი ეს ერთი მომენტია მაგრამ მეორე აი თქვენ ახსენეთ თქვენ ახლა გონიათ რომ ის ადამიანები რომლებიც რაღაც თავის შვილები გაზარდეს სხვა ღირებულებებით გაზარდეს და მაგიტომ არიან ესე თუ უბრალოდ და რაღაცნაირად რაღაც მომენტი მოხდა საქართველოს ისტორიაში სადაც მამებმა დაკარგეს ავტორიტეტი მოხდა ეგეთი რაღაცა ნუ კრი ისეთ რთულ თემას შეეხე ამაზე ალბათ შეიძლება ალბათ არ ვიცი ამ ნიგაცემა უყურე აი ესაც მოხდა ახალგაზრდობაში ეს ხო მე ვიცი რომ იცით იმიტომ რომ გიცნობ და ვიცი როგორი არის მაგრამ ახლა ამ თემას შევეხეთო სხვამაც მოგვისმინოს მოდი ეს თემას გავშალოთ ხო პირველი მე მინდა ჩვენი მაყურებლისთვის გასაგებათაც თქვა და იმასაც ეს უთხარი მე არ გეუბნები რომ შენ ჩემ ჭკუაზე წამოხვიდე და მე გაიზია რომ ის რასაც მე ვლაპარაკობ ჩემგან მე ერთი სურვილი მაქვს მეთქი მე შენ მოგიტან ხვალ წიგნებს თანს არა რუსების და ქართველების დაწერის არამედ თუნდაც რაიფელდის დაწერის საკუთარ ისტორიას წაიკითხე მე უთხარი და მე გამათი ამ თემაზე იგივე სულონები ახლა ვინც გვისმენს ჩვენ უნდა გვიჯერებენ ვინც ჩვენი მოწინააღმდეგეა თუმცა სამწუხაროდ ჩვენ ძირითადად მაინც ჩვენიანები ჩვენ ვისაც მოვწონვართ მოდი ესე ვთქვათ ისინი გვისმენენ და იზიარებენ ჩვენს ახს მაგრამ მინდა ყველას გასაგონად თქვა კიდევ ერთხელ თუ კი ჩავუვარდეთ ჩვენ უნდა გვიჯერებენ არავის დამცველი არა ვართ ჩვენ ავართ ხოდა სიმართლის მხარეს რაც შეეხება აი ამ თემას ახალგაზრდობისას ეს ისეთი კომპლექსური საკითხია აი მარტო ჩამოვთვლი თქვა განათლების დევალვაციის საკითხი კატასტროფულ მდგომარეობაშია განათლება და ამას არ შევეხები ახლა ამას თუ ეს თემა ცალკე გავშალოთ შემდეგ
მეორე თემა გარემო ქუჩაში ის ქუჩა დღეს მე ჩემ ქუჩაზე ყოველთვის ჩემ ბავშვობიდან თამაშობთ ორი დროშა ну ვირი და მისი პატრონი გძელი ვირი მრგვალი ვირი ლახტი და ასე შემდეგ იყო ქუჩის თამაში ღამის 10 საათამდე იყო ჟრეამული დღეს ჩემ ქუჩაზე არის აბსოლუტური სიჩუმე და ხანდახან თუ არის ხოლმე ბავშვები ჟრეამული და თქვა ხმაურია და არ მესმის რაღაცა ჩემს საფიცავს ფიცავენ უკვე მიხარია რომ ბავშვების ხმა ისვის ქუჩაში აღარ არის უყურე კაი მესამე შემდეგიც არის გეტყვით ამაზე მინდა თქვა აი ხა მაგალითად ჩემ შვილთან მიმართებაში იმდენად ჩაიდგა ხა ისე არის განაშენიანება ეზოს ფენომენი აღარ არის ხო გარემოს იმიტომ ვიძახი გარემოს აი ხამეთ რომ ჩახვიდეთ უბრალოდ ბავშვები ვერ ითამაშებენ ხო ეს გარემოს მაგიტომ ვიც გარემო ხო მე მოდი გავაგზავნებ კიდე ოჯახი სახე შეიცვალა აბსოლუტურად ოჯახში სუფრა აღარ კეთდება სტუმრიანობა არ არის ოჯახში მე თუ რამე ვისწავლე ნათლა გეონდა ინტერესი გამიშთა უბრალოდ რაღაცის იქ მიჩნდებოდა ისეთი თამადა იყო ისეთი სიმღერა იყო ისეთი დამოკიდებულება იყო პატივისცემა ერთმანეთსა და ეს ერთო ყველა ოჯახში ესე იყო დღეს მე ორი ოჯახი ვიცი სადაც სუფრაა ხო მაგრამ აი ბატონო კოტე შეიძლება ფორმები ეხა განსხვავებული იყოს კი ანუ შინაარსი ხო შეიძლება იგივე იყოს კი ბატონო, ეგრე ოჯახში სუფრა არ არის, სხვაგან შეიძლება ეს იყოს. სუფრის ინსტიტუტია. მე ხა ცოტა ისე ინსტიტუტია სუფრის, ხო? მაგრამ ის სუფრის ინსტიტუტიდან რასაც იგებდა, ის სხვა ფორმით შეიძლება მიეწოდოს. არანაირად. აი მოსაფიქრებელია, ხე მე არ მაქვს პასუხი ამაზე. ვერ მიიღებს ნუკლი. მე ამას გეუნებით საკუთარი გამოცდილებით რა. მე აქვე მივაყოლეთ ერთი რამე, ოჯახში სამწუხაროდ ოჯახი დედის გარეშე დარჩა. თუ მამის ძითა დედები არიან წასული. 20-25 წლით არიან წასულები ოჯახს მოწყვეტილები. მე ვიცი ოჯახი, რომელიც დედა რო წავიდა ამერიკაში, მისი შვილი აქ დაიღუპა და არ ჩამოვიდა. მეორე შვილის ყავს რო წამოვიდა, ვეღარ დაუბრუნდა ქართველი. მე ვიცი 25 წელი წასულია ხალი ოჯახიდან. 45 წლის ხალი რო წავა ოჯახიდან და 25 საზღვარგარეთ არის. ის ოჯახია. ის ბავშვი უყურე ჩემთვის ჟირეთი. აი ქალაქის ცენტრში დღეს მქონდა შეხვედრა სპორტის სამინისტროში მინისტრს სხვათა შორის. და ვთხოვე ერთი რამე რა. ტანვაჯიშზე მეთქი ძალიან თუ ყველა მიეწინ და რატო? ეს არის სპორტის დედა საერთოდ რა. ჩემს ბავშვობაში თბილისი იყო 500.000-იანი ქალაქი. ქალაქის ცენტრში მეგულისხმობ სოლოლაკი, რუსთაველი, პლეხანოვი, საბურთალო. ვაგის ნაწილი რა. 5 სპორტული დარბაზი იყო ტანვარჯიშის მარტო. ამ დარბაზში ბავშვები დაკავებულები იყვნენ. ჩვენ აითვინე გავიდეთ ხვალ, დღეს ვერ მოესწრება, ალბათ ხვალ გავიდეთ, გავაჩვევთ 10 ბავშვი, ნახევ რომ არავინ სპორტით ცხარა დაკავებული არ არის სპორტით. ის სპორტი ხო სკოლაა გარკვეული, ხო? თუ კარგი მწვრთნელის ხელში აღმოჩნდა მით უმეტეს. თუმცა ზოგი მწვრთნელი გასაზრდელია დღეს თავად. აი ერთ მაგალითს მოგიყვათ მაშინ. ვეძებდი ჭადრაკს და მე მგონი 150 ლარი ღირდა ფედერაციაში. ეგრევის. ბევრს არ აქვს. მე ვიყიდი ამაზე. ბევრს არ აქვს. გასაკვირველია. და ვიცით რა ეს ხა თქვენ რაზეც საუბრობთ ეს იყო სხვა სისტემა. სხვა სისტემა იყო. სოციალურ-ეკონომიკური სისტემა ეს სისტემა აწყობილი იყო ხო სოციალურ უზრუნველყოფაზე კი გარანტირებული ეს სისტემა რაც საბჭოთა კავშირის შემდეგ არის. და მუსიკა დაამატე ბუდიში იმას დაამატე მუსიკა იყო უფასო სწავლება ფორტეპიანოს გადაიღაც სიმბოლური თანხა იყო და ეს იყო აპყროს მისასწრები და უამრავის მუსიკალური სკოლა იყო მარტო მთაზმინე სამი მუსიკალური სკოლა იყო არც ერთი აღარ არის საბჭოთა განათლება იყო ორიენტირებული შემოქმედ ადამიანის აღზრდაზე თანამედროვე განათლება ორიენტირებულია ჭკვიან ეგრეთ წოდებული ჭკვიან მომხმარებლის გამოსდას რომ იმ ადამიანმა რომელიც პროდუქტს იყიდის შეეძლოს გარჩევა და გარკვეულად სოციალურად უზრუნველყოფილზე მით უმეტეს სოფელში მაგრამ ეს ორი სხვადასხვა ამოცანა. აბსოლუტურად გეთანხმები მაგაში. აბსოლუტურად გეთანხმები. ეს ხო არ არის ოჯახების ბრალი, ეს არის პოლიტიკური სისტემის ბრალი. ვიღაცა გეტყვით რომ იმ ოჯახის ბრალი კი არა რომ ემიგრაციაში წავიდა. არამედ პოლიტიკური სისტემის ბრალია, ეკონომიკური, სოციალური სისტემის ბრალია. იცი ჩვენ აი მე არ ვიცი. ერთ ამას მინდა მაინც აი ამასთან მაინც ეხება ამაზე ამიტომ შევეხურა. მე არ მეგულება დღეს ქვეყანა, რაღაცა წამიკითხავს, რაღაცა ვიცი, რაღაც მინახავს. მე არ მეგულება ქვეყანა, რომელიც ასეთ ზეწოლას განიცდის, რასაც საქართველოს განიცდის დღეს. და გარედანაც და შიგნიდანაც. შიგნიდან
ეხლა მაგ თემას არ მინდა რუარ შევეხო არ შეიძლება რა. იტყვიან ხოლმე, აი იმ დღეს პოსტივისთან შეიკრიბენ ახალგაზრდები თუ გოყური არის. სულ გოგოები არიან, სულ გოგონები. და ერთი ლექტორია იქ. ახლოს ლექტორის პატივცემელი ლაპარაკობს. ჯერ რატო ხარ იქ ყოჩივით ამ ცხოვრებში რა, მაგრამ კარგი დავანებოთ. და პასუხობს ჟურნალისტს რომ თავისით მოვიდინო და გამოხატა რაღაც, მაგრამ იმან კითხა, მაშინ ახსენა იმ წუთში მიშას პერიოდი. რაღაცას მაგაზე ლაპარაკიო. ეს მანამდე იქნება ეს ლაპარაკი. სანამდე ისინი არ მოინანიებენ თავისას. კაცმა არ უნდა მოინანიოს თავისი დანაშაული. არ უნდა, აი ეს საღების წესი რომ ან აზღვევინებდნენ, არ მოანანიებდნენ, არ შეიძლება სხვანაირად. ერთი სიტყვა არ მახსოვს არც ერთი მათგანისაგან რომ მოინანიებიდოთ. მეცაც გეტყვი. ესეთი აგრესია ეხლა რო არის. მე მაგათ მაშინებს. არ არიან არაფერში, არაფერი ძალაუფლება რა, ესენი რომ მოვლენ რა სიზამენ კაცო. ეგ გლის თავზე სახარების კითხვა ხომ არ არის. არ ხო, აი არ მინდა თქვა რომ ძალა მეთქი ისე, მაგრამ უყურე ტრამპმა რატო აღადგინა რატო უნდა აღადგინა სიკვდილიდაში. ღმერთმა დაიფარო საქართველოში ეს მოხდეს, არ ეს მინდოდეს, მაგრამ მე მას ვიძახი რომ რაღაცა ძალა უნდა. ნუ ის სადაც არ არის როგორ თქვა რა, იძულება ბევრ რამეში, იქ არასოდეს არ კეთებას აქვს. თუ არავის ხათი და შიში არ აქვს, არაფერი არ გამოვა. თითქმის ყველა ქვეყანაში ვარ ევროპაში ნახო, ბრიტანეთის გარდა. შეგნებულად არ წავედი ბრიტანეთში, იმიტომ რომ ინგლისური არ ვიცი კარგად და ხა ჩემი ინგლისური ცოტა ინგლისში ისე უყურებენ ამერიკაში და მოვერიდე შეგნებულად. პორტუგალიაში ვარ. და მე ხლა კარგად ვიცი ისტორია ევროპისა, მე-20 საუკუნის და სად როგორი დიქტატურა იყო და პორტუგალიაში იყო სალაზარი ომის შემდეგ ეს იყო საოცარი დიქტატორი, რომელმაც სიხლის ზღვა დააყენა ანგოლაში და არც პორტუგალიაში დაუკლია გარკვეული ესეთი რაღაცები და მივიდივარ იმაში რა ქვია ლისაბონში და ხედავ პარკში ძეგლია ძალიან სიმპათიური კაცი ზის ბაღის კამზე და ესე და მივედია სალაზარი უწერია და გამიკვირდა და მე შეხვედრა მქონდა იქაროთან ვიცნობ რამდენიმე ადამიანს და მე ვთხარი ისე ვთქვი რა სალაზარის ძეგლი ვნახე მეთქი და რატო გაგიკვირდა თუნდაც მე ვთქვი ვიცი როგორი დიქტატორი იყო მეთქი და მე პორტუგალია დღეს ასეთია მისი დამსახურებაა როგორ მეთქი გამიკვირდა სოფელში ყოფილიყარ თუ პორტუგალიაში შადით ნახეთ როგორ ერთნაირი სახლებიაო სალაზარმა ძალით ჩაასახლა სოფელში ხალხი და დღეს სოფელზე დგას პორტუგალიაო სოფლიო პროპკის 75% პორტუგალიის არის ზეთისხლზე აღარ ვლაპარაკობ რა იქნება მე მითხრას რომ პორტუგალია მრეწველობის სამეწველო საქონელშია ძალიან ისეთი ქვეყანა მოწინავე არა მეთევზეობა როგორც იყო და მოზგავდათ ყოველთვის ფლოტი და აღმოჩენები აქვს როგორი გეოგრაფიული აღმოჩენები პორტუგალიელებს ხო რატო ვლაპარაკობ იცი ამაგა რაღაცა იმაში მიშამაც გააკეთა რაღაც მithქვამს ეს კი არ უკარგავ რა თქვა იგივე გზა გაკეთა მაგრამ ფასი ისეთი დაადო ნუკრი აი ამ ორიოდ სიკეთეს ისეთი ფასი დაადო რომ არ ღირდა მაგათ ერთი ადამიანის სიკვდილად ქუჩაში ბიჭის მიღის ის რომელიც გაყვანილია ეს უზარმაზარი ტრაგედია მოჯახისთვის და რამდენი იყო ასეთი რამდენია მე არ ვიცოდი იმ დღეს მითხრა ახლა არ მინდა გვარი დავასახელო იმის ღუდუშაურის კლინიკაში მუშაობდა მაშინ მოყავდა თუ ჩვენთან მოქონდა თუ და ვაყურებთ რომ ჩვენთან დაიღუპაო მე ვთხარი რას მე ვლაპარაკები მოვთხარი შენ მეთქი იცი მეთქი მე არ მჯერო და მას ვლაპარაკობდნენ აღარ ვიძახი იმ რაოდენობაზე რაც ციხეში დაიღუპა რაღაცაზე რაც აკეთებ ხო არ შე კიდე არის ისიც რო არის კიდე რას აკეთებს იქიდან მე ეგეც არ ვიცი რატო აქვს ეს პირობები იქა პატიმას რომელსაც აქვს გამაგებინე ინტერნეტში გასვლის საშუალება და მოწოდებები და ერთიანობა დღეს აი წეგა რომ მოვედი შეესწარი თქვენ მეგობარმა დამირეკა ლიტერატურულ საქართველოში დაიბეჭდა ლექსი ქალბატონი შალვაშვილისა რომელიც რუსთაველის პრემიის ლაურეატია ლექსი თავიდან ბოლომდე არის მოწოდება ძალადობრივი ხელისუფლების დამხობის და მოწინააღმდეგების განადგურების თავიდან ბოლომდე განაშენია პოეტმა ქალმა მე ჩვენს პოეზია საკმაოდ ყოველს საკითხული მაქვს ყველა მყავს საკითხული მაქვს საკითხული ვით ჩვენი პოეტი იყო განაშენია პოეტმა მოუწოდოს თავის ერს ერთმანეთის ხოცვისაკენ საქართველოში 1,300,000 ქართველი ყოფილვარ დარჩენილი ცოტა მეტი აქედან უნარი ვისაც აქვს რაღაცის შექმნისა 500,000 მამაკაცია მეტი ხო არ არის ამ 500,000 კაციდან 200,000 მზათაი თუ 100,000 მნიშვნელობა არ აქვს არ გაანადგუროს დანარჩენი 400,000 მე აგრესია ყოველ შემთხვევაში
აი ნორმალური ადამიანის ხედა არ მინახია. ვინც არ გადის, იგა ტელევიზორთან არის, როგორც როდესაც ტელევიზორთან უზიხატო ლაპარაკობენ, ხო? მე მათგან აგრესია არც ერთმანეთში გას. მე ირგვლივ ვინც არის ძალიან ბევრი ვიყავს ახლობელი და თითქმის ყოველდღე ერთადავად რამდენიმე კაცი ლაპარაკობთ, ხომ მე გვაწუხებს ეს. ისეთი ასეთი როგორ ვთქვა, პესიმისტურ განწყობით არ ყოფილა. იცი რატო? იმიტომ ხოლმე 90-იანებში? ჰა? არც 90-იანებში, როდესაც არა. უკვე სამოქალაქო იყო. არა. თან მე იქ ვცხოვრო. ჩემ წინა ეს ტყვიები აი ესე მოძრაობდა. იცი რატო არა? იმიტომ რომ ვერ წარმოგვედგინა მაშინ, რომ რაიმე მით უმეტეს გარედან არ ქონდა საქართველოს ესეთი დაწოლა. იყო რასაკვირველი ხელშეწყობა მათი. შეიძლება ერთი-ორი ქვეყნიდან, მაგრამ ესეთი და დღესაც ევროპარლამენტში ხდება საქართველოს მიმართ. ყოველ დღე შეიძლება საქართველოს საკითხი იკითხავდეს, იხილავდეს ქვეყანა და ესტონელები იყვნენ ამის მოთავენი. ერთი დარგი ან ერთი მიმართულება სახალხო მეურნეობისა, სპორტისა, ხელოვნებისა იქნება დამისახელოს ვინმე. სადაც ესტონელების, ლიტველების და ლატვიელების სათქმელი ვარ პროგრამაში. თქვან დაასახელონ, ან მეცნიერი, ან სპორტსმენი. ერთი კალათბურთელი ყავდათ და დამთავრდა რა, ლატვიელებს ის და თუ ლიტველებს. ბატონო კოტე. ეს ხო ეგეთ ნიჰილიზმი, მეც გვწვდობ ამ ნიჰილიზმს, მეც განვიცდი ნიჰილიზმს, აი როგორც გონება მერთვება, რაღაც გამოსავალს თითქოს ვეღარ პოულობ, მაგრამ მაინც გონია რომ ნებით უნდა წახვიდე და მაინც აკეთო ის რაც გასაკეთებელია. მაგრამ აი პოტენციალს ხედავთ რაღაცნაირად, რომ შეიცვალოს ეს განწყობები და შეიცვალოს ეს ურთიერთობების ფორმები. არის ამის რაღაცნაირი შანსი, რაღაცნაირი საფუძველი, რაღაცნაირი გზა. ნუგრი ბიოჯერი იცი როგორ მიყვარს მე გუსტავ ლებონი 170 წლის დაწერილი წიგნი აი თითოეული წინადადება არის სამაგალითო იმისა რაც ხდება ეს ჩვენთან ატო ლაპარაკობ ბრბოს ხო ბრბოს მართ ვარშილე ვერაფერს ვერ შეეგნებინებ იქ უწერია და ვიმეორებ ხოლმე და ვიხლაც ვიძახი გენიოსები რო შეკრიბო კაცობრიობისა მიტინგზე და ბრბოში ბრბო ქვია მას მის ინტელექტი დადის პირველ ყოფილი ადამიანის ინტელექტზე. ატო ვიძახი ამას. ერთად ვერაფერს ვერ გავაგებინებთ. სათითაოდ ველაპარაკები ხომ, აი, რამოდენიმე საათი ველაპარაკები ახალგაზრდას 1-2 საათი ან ვიღაც სხვა ჭუაზია. იცი ჩერდება მე რა. და რაღაცას მე ეს წაიკითხე. მე ისი აღარ არის ყოშტო. მე ესეთი მქონია ესეთი შემთხვევები, მაგრამ როგორც კი რამდენიმეა, შეუძლებელია ლაპარაკი. აი, ამიტომ მე არ ვიცი, ვერ წარმომედგენია. რომ აი ეს მათი დამოკიდებულება აგრესიული, მოდი ესე მათი როგორ აგრესიული მხარის დამოკიდებულება მასის მიმართ საქართველოში შეიცვალოს ვერ წარმომედგენია. მოდით აი ესე შეკითხვას დაგისვათ. აი თვითკრიტიკულებით რო ვიყოთ. ჩვენ ამ შემთხვევაში იქნებ რაღაცა ჩვენშიცაა პრობლემა და რაღაცას ჩვენ არ ვაკეთებთ ან არასწორად ვიგებთ. იქნება ამ დაპირისპირებაში არ არის მხოლოდ შავი და თეთრი. მე ყოველთვის ის სქემა, სადაც შავი და თეთრი მოდელია, არ მიმაჩნია სწორად. იმიტომ რომ ესეთ სიტუაციაში ყოველს თავის სიმართლე აქვს, როგორი აბსურდულიც არ უნდა იყოს, ყოველს თავის სიმართლე აქვს. შეიძლება 10-დან 1-ში იყოს ის მართალი, აი 1-ში. კარგი, მაშინ კითხვას შევაბრუნებ კითხვას. აი როგორ შეიძლება ადამიანი იყოს მართალი? თუნდაც საკუთარი სინდისის წინაშე, რომელიც მოუწოდებს ახალგაზრდას მშობლის საწინააღმდეგო მოქმედების. შეიძლება მას არა ეს ერთს ვიზახი. ვაშაძეს რაც შეეხება. მე არ გვარს არც ვახსენდი, მარტო ვაშაძე რო იყოს რა გვიჩნევს. კი ბატონო. მარტო ვაშაძე რო იყოს. არა, ეგ დამერწმუნე, ხმას არ ამოიღებს. მაგაზე არ მაქვს. ეგეთ კატეგორიაზე არ მაქვს საუბარი. მე მაქვს იცით როგორ აი ახალგაზრდებზე რა ძირითადად. ახალგაზრდებზე შეიძლება, იმიტომ რომ ძალიან პლასტიკური მასაა მაინც ახალგაზრდა. ხო, ის გააჩნია რა გარემოშია. ის არის, როდესაც ახალგაზრდა შედის ლექციაზე და ლექტორი ისეთ რაღაცას, აი ამისეთი რაღაცაკენ მოუწოდებს, ძალიან ძნელია და ამის გარდა საოცარი ბულინგი აქვს. აი ეს ხა მე ჩემ ახალგაზრდობაში იყო გარკვეული ბულინგი რაღაცას იმათ, თუნდაც შატალოზე წასვლა დაუშვა, თუნდაც. უნდა წავიდეთ ყველა. არ უნდა დაშეს არავინ სიტუაციაზე, ხო? იქ რასაკვირველი აი ეს სამი კაცი ისეთ ზეწოლას ახდენს მათზე და მით უმეტეს მათში თუ არის გავლენიანი რომელიმე იმაში რა ქვიან კლასში რასაკვირველი მაგრამ მე კიდევ ჩემთვის თავარი ეს სხვა მომენტი მაწუხებს კიდევ
ბიჭებთან უფრო ემორჩილებიან ისე ლაპარაკს მსჯელობა. ჩვენ ხო ახლა ვმსჯელობთ მართლა და ეს არ არის ინტერვიუ და რა. ბიჭები ემორჩილებიან მსჯელობას. გოგოს შანსი არ არის. და თანაც მასა არის გოგონების. ძირითადი მასა, მე 5 შვილიშვილი მყავს, 3 ბიჭი და 2 გოგო. ბევრად მიადგილდება, იმიტომ კი არა რომ მე მამაკაცი ვარ. ჩემ შვილსაც, ჩემ ძლებს ბიჭებთან, თქვათ რაღაცაზე კამათი, ვიდრე გოგო. თუმცა გოგონები ნაბოლარები არიან. ეს არ ვიცი საქართველოში რატომ მოხდა ესე, აი გოგონების ესეთი გააგრესიულება, ჩემთვის გამოცანაც არის და იმიტომ რომ ესენი ხო ერთ გარემოში იზრდებიან ბიჭებიც და გოგონებიც. შესაძლოა მაგას დიდი ხანია ვამბობ რაღაცნაირად ის რაღაცნაირად აგრესიული ქალის ფენომენი გაჩნდა ქართულ კულტურაში და ქართულ სოციალურ ცხოვრებაში. მე არ ვამბობ ხა არ მიყვარს რომ რაღაცა ერთსქეს დავაბრალო და არა ადამიანი, მაგრამ ძალიან ემპირიულად, აი ზედაპირზე ჩანს აი ეს ხო. მე იქ ვსხოლობ კიდე მე ხანდახან მიწევს ხოლმე გავლა, ზაღს ვასეირნებ ხოლმე. მინდა გავდივო, თან მაინტერესებს ეხლა იქნებათ კი დაწნავდნენ რაღაცა. არაფერი არიან ძირითადი მასა ესა, ხოხოსი სიცილი და 5 და 3 გოგო არა, თუ მეტი არ. მე რატო ის რუსები სიტყვათ აზერბაიჯანის ჟენშინა, ესენი ახალგაზრდებიან, ამათ ეს პრობლემა არ აქვს. არა, მანდ არ არის ეს მომენტი. მანდ არის იცით რა მომენტი. არის აი ხა ბევრი კულტუროლოგიურ რაღაცა წიგნს ვკითხულობ და იქ არის ესეთი მომენტები, რომ არა აუცილებელი ქალზე-კაცი კი არ ხება, კულტურის ფემინიზაცია და კულტურის მასკულინიზაცია. რაც ნიშნავს იმას, რომ იმ ფემინური კულტურაში მამაკაციც კი თლად მამაკაცურად პატრიარქალ არ იქცევა. იყო ესეთი კულტურები ბევრი. ჩვენთან მოხდა რაღაცნაირად მამაკაცის როლის დაკრინება. შეიძლება ეს გამოიწვია იმან, აი ობიექტური მიზეზები ავიღოთ. პირველი, ისეთი სამსახურები, რომლებიც მამაკაცურია, მოდესმე ახლა კი. შემცირდა. აი ძირითადად ახლა ეს მაღაზიები ისინი, აი მამაკაცი რისკენ არის მიმართული, რომ რაღაც ახალი აღმოაჩინოს, შემოქმედებით პროცესში იყოს, რაღაც ისეთ პროცესში იყოს, სადაც რაღაც იდეა არსებობს. აი საბჭოთა კავშირს ეს რაღაც მომენტი ქონდა, რომ რაღაცა დიდს აშენებდა. ეს დიდი გაქრა. ეს დიდი გაქრა და მამაკაცი დაშა. ერთ რაღაცა შევეხები ნუკრი რა. წეგან ვახსენეთ ჩვენ წიგნი ფეხტვანგერის. ძალიან დიდი მწერლის დამეთანხები და ის იყო ყველგანი დიქტატურის მოწინააღმდეგე და მათ შორის სასაკვირველია სტალინისაც. და შეიძლება ჩამოვიდა მოსკოვში. წაიკითხე ეს წიგნი, ხო? როგორ რამ გააგი, გახსოვს ამ გააოცა ფეხტვანგარი. აი იმ აღწყინებამ, რომელიც იყო მასაში, ხალხში, ხვალინდელი დღისა. აი მე კითხვას მენა იყო ხო უზარმაზარია რწმენის გამო მიდიოდა ის აგუტებოდამდეს ხო აი აშენდეს და ისე მომავლისთვის შვილებისთვის ისე როგორც მე ეხლა გამომიდა კი არ მომაშვები მაგრამ ახალგაზრდებს უფრთხილდები ეხლა მომას ლაპარაკობ უნდა რატო ახსენე ტრამპის ისა ინაუგურაცია ნახონ რა ჯერ ისწავლონ გამოსტილა მიიღონ და მე ვინმე ამაზავი სად გაიქცევენ მე არც ვიქნები ამ ქვეყანაზე ხო ძალიან ცოტა ხანში ალბათ და ამიტომ მაგრამ აი ერთამესკოს დღეს იდეა საქართველოსი რა არის აი იდეოლოგია ეგ შეიძლება იყოს და ისევ ლებონს დავესესხეი ბოლო აბზაცი სულ ბოლო აბზაცი რომელიც მე აი სულ ვიძახი ეს არ იყოს განაჩენი საქართველოსის ერი იქნებოდასაც მას აქვს საერთო მიზანი მაგრამ ერი რომელსაც იდეა აღარ აქვს განწერულია სასიკვდილოდ აი გადაშალე ბოლო აბზაციდან აი ამით თავდება მისი წინი ჩვენ რა იდეა გვაქვს ერთხარ ესო აუ ბიზნეს ამდენს ვიძახი რა კაცო რა გააფუჭა კაცო მიშაზე მეტი გააფუჭა მე არც მორალური მხარი აინტერესებთ იმისი ერთი ოჯახი აიღე ხო მე არსად პატივს არ ვცემდი კაც ხელმძღვანელს ისაც ის ოჯახისანი დამოკიდებულება არ აქვს ერთ როგორც უნდა გქონდეს კლინტონს რატო არ ვცემდი ისაც არ ეპატიებოდა ჯერ პირველ კაცს გააკეთა და შეხედე როგორი ოჯახის მამაა ისა ტრამპი მართალია მესამე ცოლი ყავს მაგრამ როგორი ის აქვს ხო ოჯახში დამოკიდებულება ხო ერთადერთი პრეზიდენტი იყო ესა ისაც საოცარი ოჯახია პრეზიდენტი არა როცა იყო პრემიერი თუ ის და ეხლა პარტიის საბატის თავმჯდომარე ნუ თქვა მმართველის ქვეყნის მე ერთ მაგალითს მოვიდა წავიდეს დიდი ხანი არის სათავეში თუ ლაპარაკია პერსონებზე რამდენი პრემიერის საქართველოს გამოცვალა არ გამოუცვლი ამდენი არავის ხო თუ პარტიაზეა ლაპარაკი ნუ ჩემზე კარგად გესვენებათ რომ ლინკოლნის მერე თითქმის 50 წელი იყო რესპუბლიკური პარტია სათავეში. ერთი პარტია. ეს კაცი პარტიის საბატონო თავმჯდომარე რა ხნას ახლა წავიდეს აქედან.
მოვიდეს ხო ნახეთ აქ რა საკვირველია ხელი უნდა შეუწყოს მან რო ქვეყანაში ზაღი ძალა გაჩნდეს კიდევ საპირწონე აი იმის ვინც არსებობს ნუ აქ შეიძლება ანუ მე ხა ესე გავაკეთებ ლეგიტიმური კრიტიკას მივიღებ ზოგიერთი ადამიანს აი ვიღაცა გეტყუდათ რომ აი არ გაასამართლა ნაციონალური მოძრაობა და გვამყოფებს აი გაასამართლებინეს რო ჩვენ ხო ვიცით რომ ესე არ იყო ჩემთვის გასაგებია ეგ რეალობა როგორიც იყო მაგრამ ნუ ეს პრეტენზია აქვს რომ შენ ამაში მაცხოვრებ და აბრალებს ქართულ ოცნებას ხო მესმის კი გეთანხმები კი მეორე მომენტი არის ის რომ გარკვეულწილად აი ხლა ის ადამიანები აი მაგალითად ის ახალგაზრდა გრეგორიადის ხო უდედოდ გაზრდილი ახალგაზრდა დედა ემიგრანტი იყო პრობლემური ოჯახიდან იყო კი და ეს სოციალური ეკონომიკური გარემო ქმნის პრობლემებს ეს ბავშვობიდან უქმნის ადამიანებს პრობლემებს და საჯარო სივრცეში აი მოდი ესე ვიტყვი იმის მიუხედავად რომ საგარეო პოლიტიკას აბსოლუტურად ვეთანხმებ ბევრ რაღაცას საჯარო დისკურსში გამქრალია ეგ საკითხი ოჯახების საკითხი პოლიტიკოსი არ გამოსულა და არ უთქვამს არც ქართული ოცნებიდან არც ოპოზიციიდან არ არის ამაზე ლაპარაკი რომ გამოვიდეს და თქვას რომ ქართული ოჯახი კრიზისშია დღეს და ობიექტურად არის კრიზისში ქართული ბავშვების ფსიქოლოგიური მდგომარეობა მძიმე არის არ ვიცი კვლევა მე მგონი ჯერჯერობით არ არსებობს მაგრამ ემპირიულად ჩანს რომ ადამიანებს აკლიათ ემოციური ნაწილი მშობლებთან ურთიერთობის აკლიათ მორალური ნაწილი ბევრი რაღაცა აკლიათ და ამაზე როდესაც საჯაროდ არ მედის საუბარი და ყველა თითქოს თავს არიდებს მე ვიღებთ იმას რასაც ვიღებთ ერთ კითხვას დავსვამ აი საერთოდ არა მარტო თქვენ არამედ აი დავსვამ საზოგადოების წინაშე უყურეთ აი იმ პერიოდში 30 წლად აქ წარმოდგენილი დამდოს ეგრე არ იყო პერიოდი როცა მართლა არაჩვეულებრივი ქვეყანა იყო იმ პერიოდში დედაც მუშაობდა და მამაც ძირითადად ოჯახებში ესე იგი ბავშვი უფრო ყურადღებოთ ყოფილიყო ხო რა ინახავდა ამ ოჯახში აი ამ ფასეულობას ოჯახისას ჩემს საღამოზე ხო იყავით ნუღე აი უყურე აი ბებია ბაბუას ინსტიტუტი დაინგრა საქართველოში მე ჩემს საღამოზე არ ვიცი მიაქცია თუ არა ყურადღება რომ დამთავრდა მე მისმეხე ყველა სწავლი ქონდა თვალზე იმიტომ ბებიას მეუძღვენი მე ის საგამო ბებიების ხსოვნას და მithქვამს და ვიმეორებ თუ ჩემში არის აი მე ცოდნის სურვილი მე ცოდნოდა რამე მყარებოდა ქართული ენა რომელიც მართლა მიყვარს და პრეტენზია მაქვს რომ ვიცი საკმაოდ კარგად ყოველ შემთხვევაში მადლობას გიხდით არ ვიძახი ხოლმე როგორც ნებისმიერი უმაღლესი რანგიდან ყველა მადლობას უხდის და იწოში ვიძახი რომ მე გადამიხადე არც ერთ ენაში მადლობას გადახდა არ ახლავს სიტყვა მადლობას მოგახსენებთ ან გმადლობთ მე რატო ვლაპარაკობ ამას ეს ყველაფერი ბებიებმა ჩადეს ჩემში და აი იმ ინსტიტუტმა რასაც სუფრა ქვია ქართული არც ერთი აღარ არის და აღარც მეორე ის შავიანი ბებიები მითი რო თქვი შევთქვი მართლა შავიანები იყვნენ იმიტომ რომ ისეთი პერიოდი გამოიარა ქვეყანამ სულ ყველა შვილი ყავდა მკვდარი ან ქმარი სულ ყველას და შვილი იყო მათი ერთადერთი ხსნა და სიცოცხლის სურვილი მხოლოდ და მხოლოდ და ამან გამოატარა ეს ქვეყანა აქამდე დღეს აღარ არის ესა მე შაბათკვირა რომ მქონდა 13 წლის ბიჭი მატარებელში ვიждებოდი და გურიაში მივდიოდი მარტო აღარ ვიძახი მე იმდენად დიდი სითბო იყო იქ მაგრამ და მithქვამს მაგრამ იმიტომ სოფელი იყო სხვანაირი თბილი იყო სითბო იყო იქ იყო დღეს სოფელს უჭირს ქართულს და მე მithქვამს არავინ არ ამბობს თბილისი ქართული ქალაქი არ იყო საუკუნე ნახევარია გაქართული და არასოდეს არ იყო თბილისი ქართული ქალაქი ვისაც თვითონ დაუვიჟდები და უმტკიცე და ალბათ იცით ჩემზე კარგად მაგრამ და საქართველოს გადამჩენილი თბილისი არ იყო სოფელში იყო ქართული სული ხერხემალი სოფელი იყო კვებითაც მენტალურადაც ყველაფრით აბსოლუტურად ვინც დიდი ადამიანი იყო ყველა სოფლიდან ჩამოსული გამოსული იყო მე თბილისელი კაცი ვიზახი მეხუთი თაობის ამას მე სოფელი არ მაქვს და თუ სოფელს არ ეშველა ამ ქვეყანას არ ეშველა თუნდაც სალაზარესნაირად იძულებით მე ბელარუსიაში ვიყავი შარშან ვიყავი პერიფერიებში სხვათა შორის მესე მოხდა რომ მომიწია ქართული კულტურის წარმოშინების მით ვიყავით ნუკრი ნებისმიერ რაიონში შეუძლია ჩავიდეს კაცი მეც კი მითხრეს ժամოყავთ ურთიერთობა ჩახვიდე და უთხრა მე ცხოვრება მინდა თქვენ სოფელში აღმასკომების თავმჯდომარე გამოვაღებს უჯერს და
გასაღებს და ორდერს მოხსნე და წაი და იცხოვრე. ოღონდ იმუშაო უნდა. ნახეთ ეხლა მოდი ისეთი ბუნებრივი ექსპერიმენტი ჩავატაროთ. ეხლა ამ რეალობაში, როდესაც ადამიანებს მეტნაკლებად ფული გაუჩნდათ, რომელსაც აღარ უნდათ მშობლებთან ცხოვრება. არის უკვე ეს რეალობა დამდგარი. მაგრამ ეს ცივილიზაციის პრობლემა არის, განა მე ვუარყოფ, მაგრამ ესეც მოქმედებს. მაშინ გარკვეულწილად ეს დიდი ოჯახები მაინც ეკონომიკური ფაქტორის გამო იყო. ხშირი შემთხვევაში. ჩვენ ხო ხელოვნურად ვერ შევაჩერებთ ამ კომუნალური ბინებიც მაგი იყო. კომუნალურშიაც იყო ეს. კონფლიქტებიც იყო, მაგრამ იყო რაღაც ერთიანობა. აი ერთ-ერთი მთავარი აი შარშანდელი სტატისტიკა არის გაყრების რაოდენობა გაუსწრო ქორწინების რაოდენობა საქართველოში. არასრული ოჯახების რაოდენობა ძალიან ბევრია საქართველოში. ნუ იმას ცალკე რომ ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გვაქვს ჩვენ რეგიონში აბორტების მაჩვენებელი. ნარკომანი არ დაგავიდეს. ნუ აუცილებლად არის. ნარკომანი ჩვენ ირგვლივაც არის. ნუ მაგით შეიძლება დავიწყდაროთ თავი, მაგრამ ნახეთ რაღაც ესე იგი ფუნდამენტი გამოიცალა ოჯახის ინსტიტუტს. რაღაცა მნიშვნელოვანი ფუნდამენტი გამოიცალა. და მე მინდა დავინახო ეს ფუნდამენტი. რომ იქნებ აი ამ ფუნდამენტის შეცვლით რაღაცა ისევ ხელახლა დაშენდეს. და ნუ ვიღაცა გეტყვით რომ ფული მივცეთ. აქ თითქოს არის ეს რაღაცა რესურსი იმის რომ ოჯახი ყავდეს, მაგრამ სურვილი გაქრა, რაღაცა გაქრა, ხო? კიდევ ისე წინა თემას დავუბრუნდები. სოფელი იცლება. ხო, მაგრამ თბილისში ხო შეიძლება ოჯახი, თბილისში ხო იყო ოჯახები, ახლა ვერ იტყვით რომ არ იყო თბილისი. ხო, რასაკვირველია გეთანხმები მაგაში, მაგრამ აი ისეთი მძიმე ომიც კი როგორც აფხაზეთის ომი იყო. აღმოსავლეთ საქართველოს სოფლების იმაზე წავიდა, ქართლ-კახეთის. თბილისიდან იყვნენ ბიჭები, მაგრამ ისინი მაინც იყვნენ ანახალ ჩამოსულიან რაღაც ან და იმ მხედრების წევრები იყვნენ. მაინც სოფელი კიდევ ლაპარაკობ, მე მიმაჩნია, ვერ შევიცვლი ამას, რომ ყველანაირად უნდა ვეცადოთ სოფელს უშველოთ. განსაკუთრებით მთაში, განსაკუთრებით მუცოზე ყოფილ ხართ? დიდი ხანია? ნუ ერთი 5 წლის წინ დაახლოებით. ნუ ჩამოდიოდი ქვეშ ერთი ახალდასახლებული კაცი იყო იქ. ნუგზარ დარიაული. ისიც აი იყო მაშინ. მე ვიყავი, მე და ნუგზარ რუხაზე ვიყავი, ჟურნალისტი რო მეგობარი ეჭი. ახალშენებული სახლია, მუცოს ქვეშ. და მივედი, რა მაინტერესა, მარტო ერთი სახლია. და იქვე დროშაჩანს იქიდან ჩვენი საგუშაგოსი. სადაც ჩვენი ჯარისკაცები არიან. და დაველაპარაკე ამ კაცს. მითხრა მე აქედან ვარ, წასული ვიყავი, დაუბრუნდიო, ცოლითა და ქალიშვილითო მითხრა. და ცხოვრობ აქო. სიმენი მაქო ყველი გამოიტანა და აი საოცარი ყო რაღაცები აწარმოებს, მაგრამ შაქარი, მარილი, ბურგულული ამოვაქვთ და კარტოფილი ვიღაცებს. ვთხოვო და მოვაქვთ. და ორი ბიჭი მყავს, ერთი რუსთავშიაო, ჩემს სფროლებთან და ერთიო შატლიშიაო, ინტერნატიაო იქაო და ეს კაცი ცხოვრობს. ეხლა სამი ოჯახია. მე მაგალითად, ხო და ატო ვიზახი, ატომ ყა ჯერ ერთი რო უყურე, კაცი დაბრუნდა თავის იმაზე, მაგრამ იმას ხელი შეწყობა უნდა და მარტივად ძალიან. იმ საგუშაგოზე რო არიან ბიჭები, იმათ ხელფას უხდიან. 1000 რაღაცას უხდიან თითო კაცს, ხო? ამას ერთ სულზე მიეცია 100 ლარი დამატებით. ერთ სულზე. ისინი შეიძლება გაიქცენ რამე რო იყოს. ეს სულშვილს არ დატოვებს ნუ. ეს საქართველოს ესე იყო ყოველთვის. ესეთი ხალხი იცავდა საქართველოს. ეხლაც მთაში გმირები არიან ზამთარში ერთი ოჯახში ამოდის ბოლი ასაკიანი ადამიანის. ისინი რო აღარ იქნებიან, იქ უცხოტომელი შემოვა. ესე იყო საქართველოში სულ. ამიტომ ჩვენი ხსნა კიდევ ლაპარაკ სულიერების ქართულის, გენის ქართულის ვაშკაცობის არის მხოლოდ და მხოლოდ იქ, სოფელში. თბილისში სასაკვირველია მაგრამ. ეხლა ესე ხო არ გამოგდით რომ თბილისზე რაღაცა ხელი გაქვს. მე თბილისელი კაცი ვარ. ყველა მე ჩემზე პატარა ფილმია გადაღებული, ერთხელ გაყურებინე ჩემთან თუ მოხვალთ, საპატრო ხოზე იყო ეს და მე ინტერნეტში წიდო და იქ თქვი. საბოლოო სიტყვა რომ მათქვენეს იქ თქვი. საოცრად მიყვარს ჩემი თბილისი მეთქი. და ამით იწყება ჩემი ცხოვრება მეთქი და თავდება მეთქი. როგორ შეიძლება მე თბილისის, მაგრამ თბილისი რასაკვირველია თუ განათლება უნდა ადამიანს. ეხლა არ ვიცი როგორ, მაგრამ ქუთაისში შესანიშნავია რომ გაჩნდა ინსტიტუტი. ყველანაირად ვარ მომხრე ქალაქის განტვირთვისა. არაფერს დადებით ჯერ ეხლა როგორ მოვიდოდი არ ვიცოდი რა.
ხო არა, ნუ პრინციპში წარმოება არ არის. წარმოება არ არის, ნუ არა, ნუ გლობალურად ყველა ქალაქს ეგემართება. იზრდება ჩვენი ეკონომიკა აღარ არის, მრეწველობა აღარ არის და თბილისში რატო უნდა იყოს? აი რატო უნდა იყოს ესეთი ვერ გავიგე, ასეთი ყველადან ვეცადოთ რომ გაინტვირთოს ქალაქი და გავიდე. მithumetes ეხლა შემცირდათ რომ ჩასვლა ჩამოსდეს ხო ყველგან ხო? აი რაღაცნაირად ბოლოსკენ მივდივართ. მე მაქვს ესეთი განცდა. რომ აი დიდი დეპრესიის პერიოდია. ხო, რასაკვირველია დეპრესიის პერიოდია, რაღაცა მომავალი არ ჩანს აი ამ პოზიციიდან, ახლა სადაც ვიმყოფებით. როგორი იქნება, რანაირი იქნება, არ აქვს წარმოდგენა ამის შესახებ. არა მარტო საქართველოს, ნუ სოფლიო, მაგრამ ნუ მე ხა საქართველოს პერსპექტივიდან მინდა. ეხლა წარმოიდგინე სი ძინპინმა თქვას მაგალითად ხვალ რომ მე მონგოლეთი ის არა ქვია, გობის უდაბნოდან შემოვიერთო. ან და თქვა უსადბა განაცხადა. უკვე თქვა იმან ტრამპმა გრენლანდია უნდა შემოვიერთო. ხო და თქვა რომ იქნება კიდე იქ თუ შენ. აი ეხლა ამას აღარ ერიდებიან ხელმძღვანელები დიდი სახელმწიფოების. ყველა ის იმედი უნდა ქონდეს ადამიანს. ხო, მაგრამ ამის გარდა აი ეს პოლიტიკა გასაგებია, მაგრამ მორალური სახე აი როგორი გაიზრდება ჩემი შვილი? ეს მთავარი შეკითხვა. მარტო ჩემზე ხომ არ არის დამოკიდებული საზოგადოებაზეა დამოკიდებული. ის გარემო კი 100%-ია. გარემოზეა დამოკიდებული და ეს კონტროლი, ან ნახეთ თქვენ პერიოდში მშობლებს ჰქონდათ იმის კონტროლის საშუალება, რომ თავის შვილი როგორი გაიზრდებოდა, ის მეტნაკლებად რაღაცნაირად ეკონტროლებინათ. გავლენის მოხდენის საშუალება ჰქონდათ. დღეს იმდენად არის შემცირებული ადამიანის როლი, მშობლის როლი ამ პროცესში, რომ აი ვხედავთ ამის შედეგებს დღეს ვხედავთ, ხო? გავთ რაღაცნაირად იმედი, რომ დიდი შემოbrunება შეიძლება დაიწყოს. ეს თუ მოხდება ძალიან ნელა-ნელა, მაგრამ ამ ნელა მოძრაობაში მე არ მინდა ახლა პესიმისტური იმაზე დავამთავროთ ჩვენი შეხვედრა ნოტზე, მაგრამ ალბათ რაღაც რეალისტების ხომ დავიყოთ, არა? ესეთი მცირეოდენობის ქართველობა საქართველოში ეხლა როა? არ ყოფილა მე-20 საუკუნეში. მას შემდეგ რაც აი 300,000 კაცი გახდა 3,5 მილიონი, აი ამ მოკლე პერიოდში და ძალიან მოკლე პერიოდში მიზეზებს დავანებოთ თავი, არ ყოფილა. თითქმის ერთი ამდენი არის უცხოტომელი. აი როგორ შეიძლება მე არ ვიცი, მართლა უზარმაზარი ის ბოლო ხანებში არ მაგრამ რო ვფიქრობ ეს რბილად ესენელა არ გამოვა. ამას გარკვეული ძალისმიერი მეთოდები სჭირდება, თუმცა მე არ ვიძახიებ ძალისმიერში არ გულისხმობ რეპრესიებს და რაღაცას, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს თუ არ დამთავრდა ის რაც ახლა ხდება თბილისში, ერთ დადება რომ უნდა ხვის და მეორე წილსაკრავს, ეს არ დაწყნარდა, აბა დააკვირდით ჯარიმები აღარ იწერება. არაფერი, არც ავტობუსში და არც ქალაქში, იმიტომ რომ კიდე გაღიზნება ერიდებოდ. სწორია, მაგრამ ეს ხო გარკვეულ ისევ თავშეულებას იწვევს უკვე სხვა მიმართულებით, ნუკლი. დაჟე აღარ ხდება. არა და სახელმწიფო რა არის? სადამსჯელო ისა და ქვია ინსტიტუტი, ხო? ეს ბოლოში მოკლე პასუხი მინდა. რისი იმედი გაქვთ? რა კარგი კითხვა. მე იმედი მაქვს ნუკლი შოშიაშვილის. ლევან გიგინეიშვილის. ჭულუხიძის შენი მეგობრის გიორგის და ისეთი ხალხის. იქ რო ხართ ხომ და სხვა კიდევ ხედავ ძალიან ცოტანი ხარ ჯეჯებით, მაგრამ ამან იმედი მაქვს ბექაურის, იმედი მაქვს ლაშა შავდათუაშვილის, იმედი მაქვს და აი ეგეთი ხალხის იმედი მაქვს და იმიტომ ვარ აქაც დღეს ნუკლი. ამის იმედი მაქვს და იმედი მაქვს რომ გაიბარტყებს ეს თქვენაერი ხალხი და მოიმატებს და მოგისმენთ. ძალიან ძნელია. ძალიან ძნელია, მაგრამ სხვა გზა არ არის. მე 70 მეტრის ხდები აი ამ დღეებში და დღეს მაინც მოძრაობ და ვიყავი მისთან ვთხოვე ვიცნობ, კარგად უაზრად პატივისცემ, მეც წემენ და ისევ სპორტისთვის ჩემთვის არაფერს არ ვთხოვ. სანამ მე იმათ ჩემთვის არაფერი ვთხოვ, ამამდე კარგად იყო ჩემი ნაშიერის უყველა. იმიტომ მე რაღაცა მინახია, რაღაცა იმათაც არის დღეს მინისტრი იყო და მისი მოადგილე. შალვა გოგოლაძე და ირაკლი მეძმარიაშვილი. ძალიან კარგად ვიცი როგორი ადამიანები არიან, როგორ იზიარებენ ჩემს რაღაცას და თხოვე რა ერთ-ერთ რაიონში არის პროექტი და ამას იქნა მიხედო და ეს პოზიცია გქონია მთავრობას და გამიხარდა.
აი ამის იმედი მაქვს, სხვა იმედი და ჩემი შვილების ასაკობრივ და შვილიშვილების მგონია რომ მაინც ისინი საღ ადამიანებად იზრდებიან ჩემი შვილები ასე იმედი მაქვს ყოველ შემთხვევაში ვცდილობ რაღაცნაირად მეც კონტაქტი მქონდეს. სხვა და იმედი მაქვს თქვენისთან ხალხი მოხდება ის რაც უნდა იყოს. მე ვერ წარმოვიდგენ, იმიტომ არა რომ აქ ვარ, ადრესს მithქვამს, ნუ იცი. როგორ შევა ნუკლიშო შეშლი განათლების სფეროში არ იყოს იმ თანამდებობაზე, სადაც შეუძლია რამე გააკეთოს. მარტო ლექტორი მაინც უნდა დარჩი ლექტორად. ისევე როგორც ძიუდოს ფედერაციაში, ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი არის მოქმედი მწვრთნელი დღეს. და უთხარი არ დაანებოთ, მე მე მრჩეველი ვარ იმ ორგანიზაციისა, ძიუდოს ფედერაციის. და საქმის კურსში ვარ, ბევრ რამეში. აი ამის იმედი მაქვს. იმედი მაქვს კარგი ნიჭიერი ხალხისა შემოში აქვია ხელოვნებაში. დიდი მადლობა მოკლედ. შევეცდებით ჩემი მხრიდან ყოველ შემთხვევაში უიმედო სიტუაციაშიც ვიბრძოლო. დაიბრძოლო. ჩვენი სტუმარი იყო კოტე მიქაძე. იმედია თქვენთვის საინტერესო იყო ეს გადაცემა. მე ყოველთვის ვამბობ და კიდე გავიმეორებ. ჩვენი წინა თაობა არის ჩვენი საგანძური და მათგან ბევრი რამე სწავლა შეგვიძლია. შეიძლება ზოგიერთი თქვენგანი არ დაეთანხმოს ამ მოსაზრებებს, ზოგიერთი თქვენგანეს კონდეს განსხვავებული წარმოდგენები, მაგრამ წარმოდგენები ერთია და წარმოდგენების შეხვედრის ადგილი არის დიალოგი. ეს დიალოგი რატომ მას დაიკარგა ჩვენ კულტურაში და მინდა მე ყოველთვის გთავაზობთ ჩვენ მოწინააღმდეგეებს, მობრძანდით, დამელაპარაკეთ, ვისაუბროთ, კონდეს და ოღონდ ერთი წინაპირობაა. ამ ყველაფრის რომ მინიმალური ურთიერთპატივისცემა გამოვხატოთ და რაღაცა ნორმებში იჯდეს ეს. ბატონო, მაქსიმალური გამოვხატოთ. უკვე დიდი მოთხოვნაა, დიდი მოთხოვნაა. ვისაც გექნება თქვენი მოსაზრება, დაწერეთ კომენტარებში, აუცილებლად გიპასუხებთ, ჩავერთვები დისკუსიაში და იაქტიურეთ. მოკლედ, მადლობა ყურადღებისთვის, მოვალ შეხვედრამდე. Yeah.